აი ვისაც გინდათ აი ესეთი სასწაული ბუთქუჩა გემრიელესი კოტლეტების რეცეპტი აი ამ კოტლეტის გემო მართლა დაგაბრუნებ და გამოგზავნებ ბავშვობაში ბოლომდე უყურეთ ვიდეოს ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ როგორ ვამზადებ და რა თქმა უნდა რეცეპტსაც დაგიწერთ აი როგორი აიცით წვნიანი გემრიელესი აი ის ბავშვიც კი რომელსაც ვერაფრით ვერ აჭმევთ კოტლეტს ისიც რომ გადასანსლავს გემრიელად ისეთია უყურეთ ვიდეოს ბოლომდე მიყვარხართ ძალიან გემრიელი კოტლეტების რეცეპტი ხათოსგან მოგესალმებით ჩემოსაყვარელო გამომწერებო ეხლა უნდა მოვამზადო კოტლეტი ბავშვობის გემოთი აი მართლა ძალიან გემრიელია თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ხორცით გააკეთოთ თუ გინდა შერეული ფარშით გააკეთეთ საქონლის და ღორის ხორცით მე ამ შემთხვევაში მაშინ ხო გახსოვთ რომ ჩავწერე მოვამზადებთ ქათმის ფარშით თუ დაიჯერებთ ქათმის კოტლეტს ვამზადებ და უბრალოდ უნდა მასახელებინებთ ვისი ფარშია იმიტომ რომ მე უფასო რეკლამისთვის Facebook-მა უკვე გაფრთხილება მომცა და დამიბლოკავენ გვერდს ასე რომ სიტყვაზე მენდეთ დამჭირდა ორი შეკვრა ნახეთ ორი შეფუთვა ანუ 2 კილო ქათმის ფარშია აქ დამჭირდება მარილი აუცილებლად დამჭირდება 1 ცალი კვერცხი და პირდაპირ ეხა თქვენთან ერთად აქ საერთო ჯამში ჩაუშვებ ამას აქ მაგ ნახეთ 6 ნაჭერი 6-7 ნაჭერი თხლად დაჭრილი პური რო იყიდება რძეში ჩამბალი ნახეთ გამოვწევ ამას კარგად რო ჩამდეს ეხა პირდაპირ აი კარგად ჩავაბუჟბუჟე და პირდაპირ გადავიტან ამას და კარგად მე ამოურევ ჯერ დავუმატებ ყველა ინგრედიენტს აქ მაგ მე 2 დიდი თავი ხახვი და ეხლა გავუკეთებ წითელ ხახვს რო ეძახიან იმას ოღონდ უნდა გავწუროთ ეს ხახვი ასე გავწუროთ და ისე გავუკეთებ ზედმეტი წვენი არ არის საჭირო ეს ქათმის ფარში ისედაც წვნიანია უფრო თხელია ვიდრე შერეული ფარში ესე გავუკეთებ ესე გაწუროს და კარგად ჩავნაყავ აქ 5 კბილი პატარა ნიორი მარილი და მწვანე წიწაკა ეხლა ამას კარგად ჩავნაყავ და დაგიბრუნდებით რას გავაკეთებთ მე დაგჭირდება კარაქი ნებისმიერი და სათითაოდ როგორ ჩავდებ როგორ დავაბურთავებ და როგორი წვნიანი გამოვა ყველაფერს გაჩვენებთ მეყვარხართ აი ესე კარგად ჩავნაყე ნახეთ როგორ ჩაინაყა და როგორი სურნელი დაატრიალა აი ესე დავუმატე ხა კარგად და ეხლა აი ესე ძალიან კარგად უნდა დავამუშაო აი ეს მასა რო აირიოს ძალიან კარგად ერთმანეთში აქ კვერცხი დავუმატე კიდე მე აუცილებლად მარილი იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მასაა და კარგად რო აულევ ყველაფერს მე გაჩვენებთ რა მარტივია ამის მომზადება ნახეთ როგორი მასა ერთგვაროვანი მასა მივიღე ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად აი ესე უნდა მოზილოთ ერთზემ თავისი ქნა და თავისი ფერი გაუშვა აქ მთავარია რძე რა თქმა უნდა ამ კოტლეტში და ეხლა მოვიდგი გვერდზე აი ესე ჯამში ჩასმული წყალი მიდევს აქეთ აი ესე პატარა კუბიკებად დავჭერი კარაქი და ხის ჯამი მოვიდგი გვერდზე აი გაჩვენებთ ნახეთ და ეხლა თქვენ აქვე დავამზადებ კოტლეტებს ავიღებ აი ეს ერთ გუნდას ხელს რა თქმა უნდა ვისველებ ნახეთ რა მარტივია აი ეს ჩაღრმავებას გააკეთებ ავიღებ ერთსავ კუბიკს ნახეთ
აი ესივე ჩადებთ, პირს მოუკრავთ და აი ესეთ ლამაზ ფორმას მიცემთ. ვისაც გინდათ საფანელში ამოავლეთ, მე არ მიყვარს და აი ესევე აი ესეთ ფორმებს მივცემ და აი ესე დავაწყობ, რამოდენიმე წელს გავაკეთებ თქვენთან ერთად. აი უგემრიელესია, უმარტივესია. რა თქმა უნდა, მწვანილს არასდროს არ უკეთებ კატლეტს და კატლეტში თუ ხორცის გემო არ იგრძნობა, ის ჩემთვის არც კოტლეტია და მე არც ხინკალში არ უკეთებ. აი ნახეთ რა მარტივია, ესე დავაწყობ, მოვამზადებ მთლიან მასას და შევწვალ. კიდე ერთი ცალი გავაკეთოთ, რა მარტივია. აი ვერ გეტყვით აი ეს გემო. რა სასწაული გემო, აი ნახეთ საკმაოდ მოზრდილი ნაჭერია. აი ესევე შევუკრავ კარგად პირს. ესეთ ლამაზ ფორმას მივცემ. რა თქმა უნდა, ხეც დასველებულია, ხელსაც ვისველებთ, ფიცარიც დასველებული მაქვს. და აი ესე გავაგრძელებ ჩემი კატლეტების გამოძერწვას. აი უგემრიელესია. მე მიყვარს ქათმის, რა თქმა უნდა, შერეული ფარშიცაც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ეხა ქათამი მომინდა და ქათმისას ვაკეთებ, ძალიან პრაქტიკულია. როცა ესე მომზადებული გაქვს, სამსახურში წაიღებ, სკოლაში გაატამბავს და არის უგემრიელესი. აი ესე მოვამზადებ, მთლიანად მოვამზადებ, შევწავ და დაგიბრუნდებით, მე გაჩვენებთ აი ამის როგორი წვნიანი იქნება. რეცეპტსაც ზუსტ რეცეპტს დავწერ. საკმაოდ ბევრი გამოდის, რა თქმა უნდა, უკვე ერთი სავსე ტაფა და მეტი შევწვი. აი ესე მოვამზადე, ნახეთ, ყველაში აქ არის თითო ნაჭერი კარაქი ჩადებული, ძალიან მარტივია, აიღებ და უცებ შეწვალ. ზოგადად 2 კილოს რო აკეთებ, 2 დღე ყოველ შემთხვევაში დასვენებული ხარ დიასახლისი რო რაჭამო, გარნირად შეგვიძლია გავუკეთო, პიურე შეგვიძლია მაკარონი, აი რაც გინდა, ბრინჯი, აი რაც გინდა, უკვე კოტლეტი რო გაქვს, ძალიან მაგარია, პრაქტიკულია. სულ მაგაზე ვფიქრობ, დიასახლისები რა გავაკეთოთ, ანუ აი ეს კოტლეტი რო არის უგემრიელესი, პირში რო დნება და გამზადებულსაც გაჩვენებთ როგორი გამოვა, უკვე მალე მოვირჩები.